თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა პროკურატურამ 6 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. დადგინდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულს დაპირდნენ თითქოს დაეხმარებოდნენ საქართველოში მისი ყოფნის, კანონიერი საფუძვლის შექმნასა და საზღვრის გადაკვეთისა და უკან დაბრუნების საკითხში. დასპირდებოდნენ ბრალდებულები მოქალაქეებს და რა მტკიცებულებები დევს საქმის მასალაში. ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. დაკავებული აღნიშნული ნარკოტიკის სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებას და მათ რეალიზაციას გეგმავდა. თუმცა სამართალდამცავების დროული რეაგირების შედეგად აღნიშნული ვერ განხორციელდა. რამდენი წლით პატიმრობა ემუქრება ბრალდებულს. სტიქია შეერთებულ შტატებში. ასეთი წყალდიდობა არასდროს მინახავს. ძლიერი წყალდიდობა და შტორბი ინდიანაში. და დამანგრეველი ქარიშხალი ჰავაიზე. ტრაგედიის მასშტაბები და კრიტიკული ვითარება სტიქიის ზონებში. ეთერშია კურიერი 9 საათზე დღის მთავარ თემებსა და მოვლენებს კურიერის გუნდთან ერთად ლუკა ჩანგელია გაგაცნობთ. საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე თაღლითური სქემა და მოტყუებული უცხოელები საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სისხლის სამართლის 2 საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინა. ბრალდებულები სასამართლოს წინაშე უახლოეს საათებში წარდგებიან, სადაც მოსამართლე მათთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. სუსის გამოძიების თანახმად 2 ეპიზოდიანი საქმე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების დაპირებასა და საზღვრის უკანონო კვეთის სქემას უკავშირდება. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დავებიან თაღლითობაში ხელშეწყობას, მცდელობას დავებიან თაღლითობის და ამოხლიტა 180 მუხლით აყენებული ბრალდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თაღლითობისთვის დაკავებულ პირებს ბრალი წინასწარი განთავსების იზოლატორში წარუდგინეს. მათ შორისაა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც თურქმენეთის ერთ-ერთ მოქალაქეს საქართველოში კანონიერად ყოფნის სანაცვლოდ $4000 მოსთხოვა. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულმა გამოძიებასთან ითანამშრომლოს. მისი პოზიცია არის ჯერჯერობით სანამ მასალებს გავეცნობი და რაღაცა დუმილის უფლება ეჩია. ეს არნიშნავს, რომ მას არ აქვს გამიზნული, რომ საომალოდ ითანამშრომლობს და ალბათ რაც გახდება მერე საფუძველი ჩვენი საპროცესო შეთანხმების გაფორმების. საქართველოში ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებულ თაღლითურ სქემაზე სუსმა მოსამართლის განჩინებით ფარული საგამოძიებო მოქმედებებით ჩაატარა. საქმეში დევს ჩანაწერი, სადაც ისმის თუ როგორ ითხოვს ბრალდებული მამაკაცი თურქმენეთის მოქალაქისგან დიდი ოდენობით თანხას. გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში დროებით მყოფ თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქეს გასდიოდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა, საქართველოს მოქალაქე კი $4000 სანაცვლოდ დახპირდა მას საზღვარზე გაყვანას და შემდგომ უკან შემოყვანას ისეთი ფორმით, რომ კანონიერად გაგრძელებოდა საქართველოში ყოფნის ვადა. ბრალდებულმა ვერ შეასრულა დანაპირები, თუმცა მაინც მოითხოვა და მიიღო თანხის ნაწილი. დღესვე ბრალი ოფიციალურად წარედგინა თურქეთის 1 და საქართველოს 5 მოქალაქეს. საქმე ამ შემთხვევაშიც ბინადრობის ნებართვას ეხება. გამოძიების ინფორმაციით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა თურქეთის მოქალაქეს სამგზავრო დოკუმენტებში განათავსეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ორმხრივი კვეთის დამადასტურებელი ოფიციალური შტამპები, ისე რომ საზღვრის რეალური კვეთა არ მომხდარა. ბრალდებულების ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატები კი მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვენ. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად სასამართლოზე სანამ საქმის მასალებს სრულად არ გავიცნობთ, ის პოზიციას არ დააფიქსირებს, სხვა პოზიციას, განსხვავებულ პოზიციას არ დააფიქსირებს. მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის 1 მოქალაქე, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქესთან ერთად წარმოადგენდა თაღლითურ დანაშაულებრივ ჯგუფს, საქართველოში დროებით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს $40500 სანაცვლოდ ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებას დაპირდა, თუმცა დანაპირები ვერ შეასრულა. დაზარალებულს გასული ჰქონდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა, რაც ცნობილი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისთვის. შესაბამისად, მოგვიანებით დაკავებულ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკის იმავე მოქალაქეს დაუკავშირდნენ და $3000 სანაცვლოდ საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის შექმნაში შეუწყეს ხელი.
საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება იყო ის, რაშიც თაღლითური სქემის ფიგურანტები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფულის სანაცვლოდ პირდებოდნენ. ახლა მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზატორს. უკრაინის მოქალაქის ბინაში ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ათობით შეკვრა მეთადონი აღმოაჩინეს. ამოიღეს დაფასოებისთვის საჭირო მასალაც. დამნაშავე კი ცხელკვალზე ბათუმშივე დააგავეს. გამოძიება საქმეზე კვლავ გრძელდება. გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძოლა ნარკოდანაშაულთან. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ანგისის ქუჩაზე ამოიღო. ამ კორპუსში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციის მობილიზებას ადასტურებენ ადგილობრივებიც. იყვნენ გენები მოსული პოლიციიდან. ასულები იყვნენ ზევით. მესამე გამოფენება იყო. ბინა, სადაც სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული 50 შეკვრა მეთადონი ამოიღეს, უკრაინის მოქალაქეს ჰქონდა ნაქირავები. ის პოლიციამ საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანა. ახალგაზრდა მამაკაცს ბრალი ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მუხლით წარედგინა. ადვოკატი ადასტურებს, რომ ნარკორეალიზაციისთვის დაკავებული უკრაინის მოქალაქეა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციის ხელშეწყობა არის ბრალდება. და პლუს ამას არის 260 მუხლის მესამე. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვის ფაქტი. როდის შემოვიდა საქართველოში, საიდან შემოვიდა, რა პერიოდით დაყო საქართველოში, სად ცხოვრობდა, რა მაქვს ამ ინფორმაციის გავრცელების უფლება. სარეალიზაციოდ გამზადებულ მეთადონთან ერთად სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც ამოიღეს. როგორ ხდებოდა ან იგეგმებოდა ნარკოტიკების გავრცელება? ამ კითხვას პასუხი შესაძლოა თავად ბრალდებულმა გასცეს თუ ის გამოძიებას არ ითანამშრომლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ უწყება ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს. ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დავაკავეთ, რომლის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოვიღეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 50 შეკვრა სარეალიზაციო დაფასოებული მეთადონი. დაკავებული აღნიშნული ნარკოტიკის სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებას და მათ რეალიზაციას გეგმავდა. თუმცა სამართალდამცავების დროული რეაგირების შედეგად აღნიშნული ვერ განხორციელდა. ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ბრალდებულ უკრაინის მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. და განცხადებას ავრცელებს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი. გელათში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიასა და რეალურ ფაქტებზე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს გამოეხმაუროს ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედია სივრცეში გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციულ ცნობებს. გელათში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების თაობაზე ნათქვამია ტექსტში. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი განმარტავს, რომ ცალკეული მუდმივ მოქმედი ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროცესს. დეზინფორმაციული კამპანიის ავტორების მხრიდან არის მცდელობა ეჭქვეშ დადგეს კათედრალის დროებითი გადახურვის მართებულობის საკითხი და ვრცელდება უღირსი ცნობები, თითქოს ტაძარი, ეგრეთ წოდებული ცელოფნით არის გადახურული. გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათედრალის ერთიანი დროებითი გადახურვა 2020 წლიდან წარმოადგენდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას. ქართველი სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი 19 და ერთიც იტალიური ჯგუფის მიერ შეთავაზებული საპროექტო წინადადებიდან მხოლოდ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელობითა და ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ერთობლივად შემუშავებული სტრუქტურის პროექტი აღმოჩნდა რეალური. პროექტმა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. გადასახური მასალა PVC ტიპის მაღალტექნოლოგიური ქსოვილისაა, რომელიც 3 თვის განმავლობაში გელათისთვის იქსოვებოდა გერმანიაში. შესაბამის საწარმოში და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საკონსერვაციო სტანდარტებს. უსაფუძვლოა მტკიცებები, თითქოს ტაძრის შიგნით ფრესკების მასობრივი ცვენა მიმდინარეობს. მსგავს ფაქტებს ადგილი არ აქვს. ტაძარში ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და მიმდინარეობს გეგმური კონსერვაციის პროცესი. წერილი, რომლის ავტორიც თავს გელათის სტიქაროსნად მოიხსენიებს, შეიცავს სრულ ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული პიროვნება საერთოდ არ წარმოადგენს მონასტრის სტიქაროსას ამ მრევლს. გაჟღერდა მცდარი მოსაზრებების სადრენაჟე სისტემასთან დაკავშირებითაც. რეალობა ისაა, რომ დავით აღმაშენებლის დროინდელმა სადრენაჟე არხებმა ფუნქციონირება შეწყვეტა 1510 წელს, რაც დასტურდება არქეოლოგიური გათხრებით. გელათის რეაბილიტაციის პროცესებისადმი სუბიექტურად და ტენდენციურად განწყობილ გარკვეულ წრეებში არასწორი აღქმა შეიქმნა კომიტეტის
მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის მიმართაც, რომელიც ტაძრების მიკროკლიმატის კვლევას ეხება. ჩვენთვის უცნობია ანგარიშის კრიტიკოსთა კომპეტენცია კლიმატოლოგიის კუთხით. კვლევის ავტორია იტალიელი პროფესორი დარიო კამპო, კულტურული მემკვიდრეობის მიკროკლიმატის კვლევის სამეცნიერო დისციპლინის აღიარებული ფუძემდებელი. შესაბამისად, გაუგებარია კამპოს ანგარიში მოყვანილი სამეცნიერო მსჯელობების საფრთხის შემცველად მიიჩნევა. კლიმატოლოგიური პრობლემა ტიპიურია ყველა დიდი კათედრალისთვის. კამპოს მიერ დასაშვებ მეთოდად დასახელებული იატაკის რეგულირებადი შეთმობა ჯერ მხოლოდ პირველადი სამუშაო ჰიპოთეზაა, რომელსაც ესაჭიროება შემდგომი დეტალური კვლევა. მსგავსი ტექნოლოგია წარმატებით არის დანერგილი ევროპის მრავალ ისტორიულ ტაძარში. გაუგებრობას იწევს იტალიურ ინსტიტუტთან ოფიჩიო დელე პიეტრე დურესთან გაფორმებულ მემორანდუმზე რეაგირებაც. ბრალდება თითქოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რესტავრაციის ცენტრი. ჩამოყავს ძეგლზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად ელემენტარული პროფესიული უმეცრება ან პროპაგანდაა. პროექტში გამოყენებული საერთაშორისო ტერმინი pilot restoration ნიშნავს საპილოტო რესტავრაციას და არა ექსპერიმენტს. ესეც მიღებული სტანდარტია. ცინიკური და ფარისეულურია მათი მხრიდან გელათის მოზაიკაზე გულისტკივილით საუბარი, რადგან ჯერ კიდევ 1989 წელს კარლო ბაკურაძე, რომელმაც გელათის ღვთისმშობლის კომპოზიციის მოზაიკას გადამრჩენი რესტავრაცია ჩაუტარა, წერს, რომ მოზაიკის კომპოზიცია 85%-ით არის მოშორებული საფუძველს. 1990 წლიდან გელათის რეაბილიტაციის კომიტეტამდე არავის უზრუნია უნიკალური მოზაიკის მდგომარეობის შესწავლაზე. მუდმივ მოქმედ კრიტიკოსებს, რომლებიც წლების განმავლობაში დარგს ხელმძღვანელობდნენ, არც ერთხელ არ მოუწევიათ ერთი ექსპერტიც კი უნიკალური მოზაიკის მდგომარეობის შესაფასებლად. ცინიკური და ფარისეულურია საკონსერვაციო სამუშაოების ხარისხზე იმ ადამიანების მხრიდან საუბარი, რომელთა ხელმძღვანელობითაც ახლად შენებულ ბაგრატის ტაძარში სულ რაღაც ერთ წელიწადში წყლის ჩადინების მასშტაბური პრობლემები შეიქმნა, რომელიც დღემდე დგას. მოუწოდებთ სუბიექტური მიზნებისა და ამოცანების მქონე რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს თავი შეიკავონ გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების რეპუტაციული დაზიანების მცდელობებისა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობებისგან და დაუბრუნდნენ ადამიანური და პროფესიული ეთიკის ნორმებს, ვინაიდან სიცრუემ და ცილისწამებამ მათ უკვე არაერთხელ დააკარგინა სახე. ევროპა მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის რეკორდული სიცხისა და გვალვის გამო კონტინენტის არაერთ ქვეყანაში კრიტიკული ვითარებაა. ბელგია უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სტიქიის პირისპირა არის, გამოც ქვეყნის უდიდესი ნაკრძალი დაიხურა. ხელისუფლებამ კი ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი აამოქმედა. ბელგიიდან ცეცხლი უკვე გავრცელდა გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მხარეშიც. ურთულესი ვითარებაა ესპანეთსა და საფრანგეთში. გადამწვარია 10,000 ჰექტარი ფართობის სტიქიის ზონებიდან კი 1000 ადგილობრივი და ტურისტია ევაკუირებული. არის მსხვერპლი ხორვატიაში, სადაც ტურისტულ ქალაქში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. კონტინენტზე ხანძრის ჩასაქრობად ცოცხალი ძალა და ავიაცია სრული დატვირთვით ამობილიზებული. ბელგიის უდიდესი ნაკრძალი დაიხურა. ქვეყანა უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლმა ნაკრძალის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი მოიცვა და საფრთხე დასახლებულ პუნქტებსაც შეუქმნა. ამიტომ უსაფრთხოების მიზნით მთავრობამ ნაკრძალთან მდებარე რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. განხორციელდა ბავშვთა საზაფხულო ბანაკისა და ტურისტების ევაკუაციაც. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ ცეცხლთან, მაგრამ ძალიან რთულია. სამწუხარო შემთხვევაა, ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ბელგიას ამ მასშტაბის ხანძარი დაატყდებოდა. ყველასთვის საყვარელი ნაკრძალი იწვის. ახლა გვსურს ცეცხლი რაც შეიძლება მალე ჩავაქროთ. მეხანძრეებს მუშაობა რთულ პირობებში უწევთ, რადგან ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს როგორც ამინდი, ასევე ნაკრძალის რთული რელიეფი, რომელიც ჭაობიან ტერიტორიებს, ველებსა და ტყეებს მოიცავს. ამიტომ ბელგიამ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი აამოქმედა და ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნების დახმარებაც მოითხოვა. გამით ადგილზე მყოფ გუნდებს ქარის ცვალებადობასთან გამკლავება მოუწიათ, რაც ადვილი არ არის. მისასვლელი გზებიც რთულია. ჩვენ გვყავს ნიდერლანდებიდან ჩამოსული ორი ვერტმფრენი, რომლებიც რეალურად შესაძლებელს ხდიან სატვირთო მანქანებით ძნელად მისადგომ ადგილებში ცეცხლზე წყლის დასხმას. ბელგიიდან ხანძარი გავრცელდა გერმანიაშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რაინ-ვესტფალიის მხარეში გაჩენილი ტყის ხანძარი, რომლის გამოც 2000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ლოკალიზებულია და კონტროლს ექვემდებარება. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძრის წინაშე ვდგავართ. 300 ჰექტარი, დაახლოებით 400 საფეხბურთო მოედანია. ახლახანს ვესაუბრე საგანგებო სიტუაციების კოორდინატორებს, რათა სიტუაცია
გამიანალიზებინა. გარკვეული იმედი არსებობს, რადგან ხანძარი კონტროლს დაექვემდებარა და ლოკალიზებულია. ასევე იმედი მაქვს, რომ სოფლებიდან ევაკუირებული ადამიანები მალე შეძლებენ თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. ცეცხლი რაინ-ვესტფალიაში გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მხარეში გავრცელდა. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მეხანძრე მაშველები. ვითარება გარკვეულწილად სტაბილიზებულია. ეს ნიშნავს, რომ ხანძარი მეტად არ გავრცელებულა, თუმცა ხანძრის გლობალურ მიზეზებზეც უნდა დავფიქრდეთ. ყველაფერი კლიმატური ცვლილებების ბრალია, რაც საბოლოოდ ადამიანებზე აისახება და მათ სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქმნის. ხანძრები ასევე იწვევს ჩვენი ინდუსტრიის რეალურ შემცირებას, ბუნება კი სამუდამოდ ნადგურდება. ის ხანძრებს ებრძვიან საფრანგეთშიც, ქვეყანას დახმარების ხელი ავსტრალიამ გაუწოდა და ორი სახანძრო ერთმფრენი და სახანძრო სამსახურის 30 წევრიანი ეკიპაჟი გაუგზავნა. ყველაზე დიდი კერა ახლა ლუგლონის სოფელთან არის, სადაც ცეცხლმა დაახლოებით 1600 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მიმდებარე ტერიტორიიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მასშტაბური ხანძარია ესპანეთშიც. ლას პენიას დე რიგლოსის პროვინციაში ცეცხლი 16000 ჰექტარზეა გავრცელებული. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი უწყობს. ხელისუფლებამ 19 დასახლებული რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 10-ობით სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა ჩართული. ხორვატიაში კი ტურისტულ ქალაქში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 40 და ევაკუირებულია 1200-ზე მეტი მოქალაქე. ოფიციალური პირების ცნობით წინასწარი მონაცემებით ხანძარი რეკორდულმა სიცხემ და გვალვამ გამოიწვია. მასშტაბურ სტიქიას ებრძვიან ამერიკაშიც ერთდროულად ორ შტატში განვითარებულ ბუნებრივ კატასტროფებს მსხვერპლი მოჰყვა. ინდიანაში შტორმს და წყალდიდობას 1000-მდე ადამიანის, მათ შორის 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. რთული ვითარების გამო გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ასობით მოქალაქე ევაკუირებულია, 150,000-მდე აბონენტს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება. შტატს, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, ფედერალური მთავრობა დაეხმარება. პარალელურად კრიტიკული სიტუაცია ჰავაიზე, რომელსაც ბოლო 34 წლის განმავლობაში პირველად ქარიშხალი პირდაპირ დაატყდა თავს. პირველი კატეგორიის ლალას უკვე ემსხვერპლა ერთი ადამიანი, პარალიზებულია ინფრასტრუქტურა. გადადებულია 190-მდე ავიარეისი. 10,000-ობით ოჯახი კი დენის გარეშეა დარჩენილი. 10-მდე დაღუპული და 100-ობით ევაკუირებული ადამიანი ამერიკის ინდიანას შტატში შტორმებსა და წყალდიდობას ებრძვიან. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. გარდაცვლილთა შორის 4 წლის ბავშვია ჯენიქსის ოლქიდან. ის ძლიერი შტორმის დროს მას შემდეგ დაიღუპა, რაც მის სახლს ხე დაეცა. დეპარტამენტის ინფორმაციით დაღუპულებს შორის ასევე არიან 19 წლის მამაკაცი და 58 წლის ქალი. აქ 1968 წლიდან ვცხოვრობ. ასეთი წყალდიდობა არასდროს მინახავს. ჩემი დაბადებიდან დღემდე მახსოვს, რომ სამჯერ დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ასეთი მასშტაბი არასდროს გვინახავს. შტატის გუბერნატორის ინფორმაციით განსაკუთრებით რთული ვითარება იყო ინდიანაპოლისის რაიონში, სადაც საგანგებო სამსახურმა წყალდიდობის შედეგად 10-ობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. მაიკ ბრაუნის თქმით, მან ვითარება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გააცნო, რის შემდეგაც დონალდ ტრამპი შტატისთვის ფედერალური დახმარების გამოყოფას დათანხმდა. ძალიან რთული ვითარებაა მთელი შტატის მასშტაბით. განსაკუთრებით საყურადღებოა ინდიანაპოლისის რაიონი, საიდანაც მოქალაქეების ევაკუაცია განმახორციელეთ. უკიდურესი სიფრთხილისკენ მოუწოდებთ ადამიანებს. სტიქიის გამო ინდიანაში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 150,000 აბონენტი რჩება. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ წყალდიდობა უახლოესი 24 საათის განმავლობაში ისევ სერიოზულ პრობლემად დარჩება. სტიქიას ებრძვიან ჰავაიშიც, სადაც კუნძულებს პირველი კატეგორიის ქარიშხალმა ლალამ დაარტყა. დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავებული კი 10-მდე მოქალაქეა. მე დროებით თავშესაფარში გადმოვედი ოჯახთან ერთად, რადგან სახლი დაგვატოვებინეს. ამ სივრცეში დაახლოებით 200 ადამიანი ვართ. ქარიშხალ ლალას სიჩქარემ საათში 120 კილომეტრს მიაღწია. ეს ჰავაის კუნძულზე ქარიშხლის პირველი პირდაპირი დარტყმაა ბოლო 34 წლის განმავლობაში. ქარიშხალს შტორმიც მოჰყვა, სტიქიამ გზები და ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა.
ყველაზე მეტად ის მაშფოთებს, რომ ოკეანე ჩემს სახლში შემოვა. ღამით ძალიან ნერვიულობ. შეიძლება სახლი დაამინგრიოს და სიცოცხლეც კი წამართვას. ასეთი სიძლიერის ქარიშხალი და შტორმი ჯერ არ მინახავს. სტიქიის გამო 190 ფრენა გადაიდო, 60,000-ზე მეტი აპონენტი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გუბერნატორის თქმით, ვითარება კრიტიკულია. ქარიშხალი არქიპელაგს ძლიერი ქარითა და ძლიერი წვიმით მიუახლოვდა. სტიქია ძალიან მასშტაბურია. ბევრი გზა დაზიანდა. ეკიპაჟები უკვე 30 ადგილას იმყოფებიან. 190 რეისი გადაიდო. 6,000-ზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. იგივე ვითარება სამ საავადმყოფოში. სინოპტიკოსების ვარაუდით, სტიქია ჰავაის კუნძულებზე მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. დაუბრუნდეთ საქართველოში, როგორ ვითარდება აგრარული სექტორი ქვემო ქართლში, რა სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობენ ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები. დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იმყოფებოდა. დავით სონღულაშვილმა რეგიონში შვეიცარიული აგრარული სკოლა, მსხვილი სასურსათო ქარხანა და აგრარული კომპანია ლომთაგორა მოინახულა. ძირითადი აქცენტი პროფესიულ განათლებაზე, გადამამუშავებელ მრეწველობასა და სახელმწიფო პროგრამებზე გაკეთდა. სასწავლო ინფრასტრუქტურა, მეცხოველეობის ფერმა და რძის გადამამუშავებელი საწარმო. ამ ობიექტებს ქვემო ქართლში შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია აერთიანებს. სოფელ სარკინეთში მდებარე სასწავლებელში მსურველებს ფერმერისა და რძის პროდუქტების წარმოების პროფესიულ პროგრამებს თავაზობენ. სკოლის ბაზაზე არსებულ საწარმოში ყველი და სხვა რძის პროდუქტები ევროპული ტექნოლოგიით მზადდება. თავაზობთ დაინტერესებულ პირებს როგორც გრძელვადიან პროგრამებს, ამ მიმართულებით ასევე მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამებს. აქვს როგორც რძის გადამამუშავებელი საწარმო, ასევე ფერმა, სადაც სწავლება მიდის ეგრეთ წოდებული დუალური სწავლების პრინციპებზე, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება. მუნიციპალიტეტი და მერია მზად არის, რომ ჩაერთოს ამ პროექტებში, ხელი შეუწყოს ჩვენი ახალგაზრდების და მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებას. სასწავლო დაწესებულება ორი ქვეყნის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა და სტუდენტებს 2021 წლიდან იღებს. პროგრამები და პრაქტიკული სასწავლო კურსები შვეიცარიის ერთ-ერთ წამყვან აგრარულ სკოლა პლანტაჰოფთან თანამშრომლობით მომზადდა. ავტორიზებული სასწავლებელი ის ერთ-ერთი ობიექტია, რომელსაც ქვემო ქართლში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვია. მნიშვნელოვანი ის სტანდარტი, რომელსაც ეს საგანმანათლებლო ცენტრი თავაზობს ახალგაზრდებს კონკრეტულად მეცხოველეობის მიმართულებით და ეს აძლიერებს კიდევ ერთხელ რეგიონს, აძლიერებს მის აგრარულ პოტენციალს, ხელს უწყობს ახალგაზრდების და არა მხოლოდ ახალგაზრდების ჩართულობას სოფლის მეურნეობაში. ჩვენ ამ შეხვედრების დროს ხვდებით ბიზნესმენებს, ვეცნობით მათ საჭიროებებს, მათგან წინადადებებს ვიღებთ, რომლებსაც შემდგომ ვიყენებთ გარკვეული ამ გამოწვევების გადასაწყვეტად და სამომავლო ჩვენი სტრატეგიების დასაგეგმად. 50-ზე მეტი სახეობის პროდუქტს მარნეულის სასურსათო ქარხანა უკვე 10 წელზე მეტი აწარმოებს. საწარმო ნედლეულს 150-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერისგან იბარებს. პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ, ისე ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე. სარეკორდო მოსავალს ამუშავებთ წელს პარალელურად მიდის ახალი საწარმოს მშენებლობა. წლევანდელი წელი ჩვენთვის ძალიან რთულია, რადგან ორივეს ერთად გაკეთება გვიწევს, მაგრამ ასევე სასიხარულო, რომ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე წარმოება ჩაეშვება 2027 წლიდან. ეს კი სასოფლო სამეურნეო კომპანია ლომთაგორა. საწარმოში ქართული ხორბლისა და სიმინდისგან სხვადასხვა სახეობის ფქვილი მზადდება. კომპანიის ერთ-ერთი მიმართულება ხორბლის სელექცია და ახალი ჯიშების გამოცდა. ლომთაგორა წარმოადგენს სათესლე მეურნეობას, რომელიც ფუნქციონირებს 25 წელზე მეტი არის. გვაქვს გამოყვანილი 20-ზე მეტი ჯიში, ადგილობრივი, რომელიც გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით, ასევე გვალვაგამძლე არის. ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ეკონომიკისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქმნის დოვლათს, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ქვემო ქართლის გარდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამებით ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები ქვეყნის ყველა რეგიონში სარგებლობენ. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ისინი ფინანსურ მხარდაჭერასაც იღებენ. კურერის 9 საათზე ამით დასრულებულია. დღეისთვის კი ამით გამშვიდობებით არ გადართოთ კურერის დასრულებისთანავე რუსთავი 2-ზე კომედიური სერიალი მიხო და მარო დაიწყება. დროებით.